სალამი დღე 159 წონის კლების დღეს გვაქვს lower day ასევე გამოგვიძა დილის 10 საათისკენ და ხო რა თითქოს რაღაც ცოტა დაღლილი ვითვარო მაგრამ ეგ არაფერი პლუს ახლა მაგრამ შია მაგრამ სანამ საჭმელს შევჭამდე მანამდე განახებთ როგორ გამოვუყურები როგორც ყოველთვის და მე შევდგებით უკვე საჭმლის გაკეთებას ნუ ფიქრობ დღეს დიდი არაფერი იყო, იმიტომ რომ რატოღაც ენერგია არ მქონდა კუნთების დასაჭიმად. მაგრამ ეგ არაფერი. ნუ როგორც ყოველთვის ჩვენი პირველი ყვება არის ხოლმე 60 გრამი მაკარონი, ახლა უკვე წყალიც ადუღდა. და ჩავყაროთ. ესეც ასე ახლა ამას დავალოდები 1-10 წუთი. და ეგა. მოკლედ ახლა სანამ მაკარონიც მომზადდება, მანამდე გავაკეთეთ ცივი ყავა. ბოზე ჯერ ყავა და ახლა გავყინავ და გახდება ცივი ყავა. ესეც ასე პირველი ყვება გაკეთდა, აგერ ყავაც გაკეთდა. ყავისთვის ისე დაბლენდერება გავაკეთე, ანუ დავაბლენდერე და ძალიან გემრიელი გამოვიდა, სიმართლე გითხრათ. ნუ დღეს თავს საშინლად ცუდად ვცნო რატომღაც, ანუ საშინელი ბუდითის მორფია მაქვს. ხო და რავი რა, აი მე ძალიან მსუქანი მეჩვენება ჩემი თავი. და თითქოს ისეთი შეიძლება თითქოს შედეგიც არ მაქვს, ან თითქოს პროგრესიც არ მაქვს და უფრო და უფრო ძაბავს რა. და ხო რა, მაგის გამო ჩავუწით ეს მაიკა. ეს არის ჩემი ლეგენდარული მაიკა, ანუ წონის მატების დროს, ყოველთვის ბულკინგის დროს და მაგების დროს ვიყიდე და ანუ სულ ვიცვამ ხოლმე, იმიტომ რომ ეს მაიკა რომაც ვია, ანუ oversize-ია რა, მე მგონი 4XL-ია თუ 2 და ახლა ძალიან დიდი მაქვს. ადრეც დიდი მქონდა ბულკინგის დროს. და რავი რა, ამით შევძლებ იმას, რომ საკუთარი თავი არ დავინახო ასე რომ ვთქვათ და იქნებ მე ნაკლებად უფრო შემაწუხოს მაგ ფიქრებმა, რომ თავს სუქნად გვწნო. ნუ ხო, ფიქრობ არ აუშავს. არც ვიცი მეტი რა ვთქვა. საშინელი დღე არის. რატოღაც თითქოს არაფრის თავი და ენერგია არ მაქვს. ახლა რა იმედია ხვალ გამივლის და უკეთესად ვიქნებ. ასეც ასე ხასიათით ცოტა უფრო გამოგვიგეთ და ტელეფონიც დაიტანა და ახლა დროა წავიდეთ უკვე ჯიმში. მაგრამ სანამ ჯიმში წავალ, მანამდე ჩემი არხის გამოწერა არ დაგავწყვეტეთ.
ეს სახში ფეხით არ მოსულა, იმიტომ რომ რაღაც მაგის მუღამი არ მქონდა რა. ასე ვახლებთ სახში რაც მოვედი მაგის ვერ გავედა რამდენიმე საათი, ახლა უფრო მუღამზე ვარ. ენერგიაც უფრო მეტი მაქვს და ხო რაღაცები გადავწყვიტე რა, რასაც ახლა საჭირო რომ გაკეთდება, გეტყვით. ნუ ხო მეორე ყურბა გაკეთეთ, ანუ და რაც უნდა მეთქვა ახლა. მოკლედ გადავწყვიტე, კალორიები უფრო შევამცირო. ნუ კი საშინელება იქნება, შემდეგი ერთი 7 დღით მინდა ასეთი ექსპერიმენტი ჩავატარო რა, წესით მაგრა დავიკლებ. მოკლედ დასვიძახე ახლა კალორიების შემცირებაში, ანუ ცილის შემცირება არ მინდა საერთოდ, იმიტომ რომ ხო რა 50 გრამზე ნაკლები ცილა თუ მივიღე ჩემს სხეულზე, მე შეიძლება ძალიან დიდი მაღალი შანსები იყოს, რომ კუნთის მასა დავკარგო. ამიტომაც შევამცირებ ნახშირწყალს, რაც იქნება ცოტა საშინელება, იმიტომ რომ ეს აღდგენაზე და ასე რომ ვთქვათ, ვარჯიშის ენერგიაზე ძალიან იქონიებს გავლენას. მოკლედ მე ხო ვიღებ ახლა 300 გრამ მაკარონს და უნდა მივიღო 150 გრამი მაკარონი. ანუ თითქმის 500 კალორიის დეფიციტი გამოვა, ანუ დაემატება ასე რომ ვთქვათ. ხო და წესით ძალიან უნდა აჩქაროს ამან შედეგი რა. და იმედია მართლა დააჩქარებს და შეიძლება მალე ვიშოვი პრესებს. ნუ შემდეგი 7 დღე იმენა მაგრა უნდა გავუძლო. წესით უხასიათოც ვიქნები, იმედია ვიდეოების ხარისხზე გარდაეტყობა. წესით მეგობრებთანაც ვერ ვივლი. შევეცდები რაც შეიძლება მეტი ვიარო, ანუ კარდიოც რო გავაკეთო. და ხო რა, დამფიქრობ ახალი ამბებით აქ დავასრულო ვიდეო, იმიტომ რომ 18 ანუ 6 საათი იწყება უკვე და არ მინდა ფლად გვიან დავდო ვიდეო. ამიტომაც ხო რა, ჩემი ხსენზე რა გავწყდით და შეგხვდებით ხვალ დროებით.